კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღის შენობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ სოფელში, ფერმასა და ჩანგილარში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. დღემდე საბავშვო ბაღს დამოუკიდებელი შენობა არ ჰქონდა და ნაქირავ სახლში ფუნქციონირებდა. დაწესებულება 50 ახსაზრდელზეა გათვლილი. დასრულდა სოფელ ფერმის და ჩანგილარის ბაღის მშენებლობა. ბაღი ადაპტირებულია შეშემოპირებზე, ფაქტიურად ევროპული სტანდარტის არის, დამონტაჟებულია სახანძრო სისტემა, ეზოში მოწყობილია ბავშვთა გასართობის სივრცე. აღნიშნული ბაღი მოემსახურება ორი სოფლის ფერმის და ჩანგილარის მოსახლეობას. ლამაზი საბავშვო ბაღი აგვიშენეს ევროპული სტანდარტებით, ყველა პირობა შეგვიქმნეს იმის, რომ უკეთესად ვიმუშაოთ და უკეთესად გავზარდოთ ჩვენ ეს ბავშვები. პრობლემები ის იყო, რომ ნაქირავ შენობებში გადავდიოდით ბაღიდან შენობიდან შენობაში და არ იყო არასტანდარტული საბავშვო ბაღი იყო.